ბოლო პერიოდში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა დიზელის აწოვის მომხმარებელთა რაოდენობა, რაც კავშირში ერთი მხრივ საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მატებასთან, ასევე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოების ზრდასთან საქართველოში შემოსული დიზელის აწოვის ხარისხზე უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში დათო მესხიშვილი და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო თვალიაშვილი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, ილომშიტობისა და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო ვანო, 2017 წლის მონაცემებით დიზელის აწოვის იმპორტი საქართველოში შეადგენს 563,000 ტონას. რომელი ქვეყნები არიან ძირითადი შემომტანები? თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ბოლო წლების განმავლობაში დიზელის აწოვის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება. გასული წელიც ანალოგიური ტენდენციით ხასიათდებოდა. ძირითადი შემომტანები ჩვენთან ქვეყანაში არიან აზერბაიჯანი, რუმინეთი, რუსეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი წილი აი ამ ჩამონათვალში ეს არის აზერბაიჯანიდან შემოტანილი იმპორტირებული პროდუქტი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტი, აზერბაიჯანი არის ჩვენი ტრადიციული სამრეწველო სავაჭრო პარტნიორი, საკმაოდ სტაბილური მომწოდებელი ამ პროდუქტის, იმდენად სტაბილური, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ფაქტიურად სწორედ აზერბაიჯანიდან მოწოდებულმა პროდუქტმა გადაარჩინა საქართველოს საწვავად ზოგადად საწვავის დეფიციტს და გარდა ამისა ის რახან მეზობელი ქვეყანა არის ტრადიციული სტაბილური მომწოდებელი ტრანსპორტირების რა თქმა უნდა სწორედ ამაზეა საუბარი, ეს არის კერძო, ეს არის თქვა უახლოესი მეზობელი, შესაბამისად ტრანსპორტირებიდან გამომდინარე მისი ფასი არის გაცილებით დაბალი, სადაც 15-18 და შესაბამისად სწორედ ფასი განაპირობებს ასევე იმას, რომ ის აქტიურად მოიხმარება საქართველოში და მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორც არის სოფლის მეურნეობა, თქვენ სატრანზიტო გადასაზიდველი. ხო, რა არის, რომელი სატრანსპორტო საშუალებები არის უფრო კონკრეტულად, რომელიც მოიხმარენ საქართველოში? იცით რა არის, ზოგადად საქართველოში საავტომობილო პარკი, დიზელის აწვავზე მომუშავე საავტომობილო პარკი, ეს ძირითადად მოდი ჩვენ შეიძლება ვთქვათ არის მოძველებული ძველი გამოშვების სატრანსპორტო საშუალებები და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. კერძოდ საქართველოში არ არსებობს ეკოლოგიური სტანდარტი ტრანსპორტზე, არ არსებობს ეკოლოგიური ტრანსპორტზე იმპორტის განხორციელების დროს, ცნობისათვის ევროპაში დღეს Euro 5 სტანდარტი არის, ეკოლოგიური სტანდარტი ეს გულისხმობს ავტომობილის გამონაბოლქვში მავნენივთიერების კონცენტრაცია, ისეთ როგორც არის CO. ამიტომაც არის რომ მოწინავეები ვართ გამონაბოლქვის. ანუ არა გვაქვს სტანდარტი, შესაბამისად ეკოლოგიური სტანდარტი იმპორტის შესულვაზე, როდესაც თქვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ისეთი როგორც არის თქვა აზერბაიჯანი უკვე Euro 4 სტანდარტია, თქვა შუა აზიის ქვეყნებში არის Euro 4 სტანდარტი, რუსეთში Euro 5 სტანდარტი არის. ჩვენთან რომელია? ჩვენთან სხვადასხვა არ არსებობს ეს სტანდარტი, შესულდა არ არსებობს, თუმცა არსებობს სტანდარტი ტექნათვალიერების დროს. მაგრამ საკუთრივ თუ დიზელის აწვავის ხარისხი შევეხებით, ხო, ნუ გვაქვს ჩვენ ესეთი მოცემულობა, რომ დღეს საქართველოს თავრობის დადგენილების თანახმად სტანდარტი, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, ეს არის ალბათ Euro 3-სა და Euro 4 შორის არსებული. თუმცა მომავალი წლიდან იგეგმება Euro 4 სტანდარტი და შემდგომ ამის უფრო გაუმჯობესება. ანუ ჩვენ სამხედროზე გვაქვს ერთი ის რომ დიზელის აწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ჩვენი თავრობის დადგენილების მიხედვით წლით ყოველწლიურად უმჯობესდება, თუნდაც ის რომ 3-4 წლის უკან ის სადღაც Euro 2 სტანდარტს აკმაყოფილებდა და დღეს თითქოს Euro 4 სტანდარტზე მოსული ეს ამის თვალნათლივი მაგალითი არის. ანუ მთლიანობაში თქვა ერთი მხრივ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები იზრდება, უმჯობესდება ეტაპობრივად, მაგრამ მეორე მხრივ პარალელურად ჩვენ გვაქვს ავტოპარკი, რომელიც და აი თქვენი კითხვის ნაწილს უბრუნდები, არის ძირითადად მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ სასურველია რომ საწვავის ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად რა თქმა უნდა მოხდეს ამის პოლიტიკის დავით, ამ მხრივ რა ხდება? არსებობს რაიმე კარგი პერსპექტივა იმის, რომ თქვათ რაღაცა რეგულაციები იყოს, ამ ყოველთვის ხარისხის კონტროლი მოხდეს და შესაბამისად უფრო დაცულებები ვიყოთ რა იმ ჰაერის გამო, რასაც სულ თქვა. ხო, ნუ პირველ რიგში პრობლემა არის და გამოიკვეთა და ნათელია, რომ არის გამონაბოლქვი, ტრანსპორტი, გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები ხდებიან ამის მთავარი მიზეზები, იმიტომ რომ ეს კვლევა ჩაატარა ვაშინგტონის უნივერსიტეტმაც გამოაქვეყნა, იელის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომ საქართველოში ხდება ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, ერთ-ერთი მოწინავეები ვართ იმის გამო, რომ ჰაერი არის კატასტროფულად დაბინძურებული. მათ შორის ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებს თუ ვნახავთ, ავადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ხო, ეს ყველა ამ დასკვნის მიხედვით უკავშირდება ტექნიკურ გაუმართავობას სატრანსპორტო
საშუალების, იმიტომ რომ ეს ნათელია, ხო, იგივე მიკროავტობუსების ხო, რაც ხდება ერთი და იგივე ვიზუალურად, საწვავი ასხია, ერთი ბოლავს შავად, მეორე არ ბოლავს შავად, ხო? ამიტომ იქ, როდესაც საწვავის ხარისხზე არის საუბარი, აუცილებლად უნდა დავსვათ საკითხი ავტომობილების ტექნიკურ გამართულებასთან მიმართებაში, როგორც ვანომ თქვა, საზღვარზე არ არსებობს ჩვენთან არანაირი ევროსტანდარტი, შემოდის ყველანაირი ჯართი შეიძლება ითქვას, ასაგებერი შესაძლოა იყოს რაღაც სოციალური საკითხებიც, მაგრამ გაცილებით მწვავე პრობლემის ქვეშ ვდგავართ, შემდგომ ამ გამონაბოლქვის გამო. მე ვფიქრობ, ეს არის საკითხები, სადაც საზოგადოება უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად და სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა ქონდეთ უფრო მეტი კომუნიკაცია ხალხთან და უსნიდნენ, რატომ არის დაუშვათ იგივე ტექნიკური ინსპექტირება ავტომობილების საჭირო. კი, ეს პროცესი დაწყებულია ტექნიკური ინსპექტირების, მაგრამ რაც არ ჩანს, ხო, ნათლად საზოგადოების მონაწილეობა ამაში, იმიტომ რომ დღეს კიდევ გონია საზოგადოების ნაწილს, რომ ტექნიკური ინსპექტირება ნიშნავს, რომ მათ ჩამოართმევენ ავტომობილს, მაგრამ არა, ტექნიკური ინსპექტირების დროსაც ახლა მუხრუჭზე ისედაც ყველა ვზრუნავთ, ხო, როდესაც რაღაც მუხრუჭი არა აქვს მანქანას წყობაში, ამაზე ჩვენი ჯანმრთელობის თემა არის და უსაფრთხოების და გაბუნებულქვი ჩვენს კულტურაშიც არის, ხო, რომ ამაზე ვიზრუნავთ. სამწუხაროდ დღემდე არის აი ამაზე საუბარი, რომ მე იმიტომ ბოლავ და ასე შავად, რომ შეიძლება არ მაქვს საშუალება, ხო? ამ დროს სახელმწიფოსაც უჯდება ძალიან ძვირი ამ გამონაბოლქვის შედეგების შემდგომ დაახლოებით 230 მილიონი ლარი გადაირიცხა 2016 წელს იმისთვის, რომ ეს დაავადებები, რაც ამ გამონაბოლქვით იქნა გამოწვეული, რაღაცნაირად დაეფარა და ემკურნალათ ამ ხალხისთვის და პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, ანუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ უნდა იყოს ღია სახელმწიფო სამსახურები, იმისთვის რომ მეც გვიხსნიდნენ, მეტი სოციალური კამპანია იყოს, თუ რატომ არის დაუშვათ ტექნიკური ინსპექტირება საჭირო. საწვავზე, როდესაც ისმის ხოლმე ხარისხზე სულ კითხვის ნიშანი, აქაც სახელმწიფო მერცხელ და სამონამოდ რომ გამოვიდეს და გვითხრას, რომ ქვეყანაში საწვავი შეესაბამება ამ და ამ მოქმედ დადგენილ სტანდარტს და თქვენ უნერვიულობთ. ანუ გვანახოს კონტროლის ის მექანიზმი, რომელიც ყველას დაგვამშვიდებდა, იმიტომ რომ ყველა სხვა შემთხვევაში მე სანდოდ მეჩვენება იმპორტიორები რასაც ამბობენ, რომ შემოდის ბენზინი Euro 5 სტანდარტი და დიზელი მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. და კიდევ ერთი ავტოპარკის განახლების მიმართულებით. სამწუხაროდ პოლიტიკა არ გვაქვს საერთოდ და ტრანსპორტის სტრატეგია არ არის. ამ ტრანსპორტის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს განახლება, მაგალითად ახალი ავტომობილის გამბაჟება არის უფრო ძვირი, ვიდრე 6-7 წლის ავტომობილის გამბაჟება. ხო, ესე ჩვენ ხო პარკს ვერ განვაახლებთ ვერანაირად. ბატონო, ანუ მე ვთქვი, რომ აქამდე იყო მზარდი დიზელზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა საქართველოში. ესე გრძელდება, ანუ ამით მიდის და რა განაპირობებს, რა არის ამის ფაქტორები, რომ უფრო და უფრო იზრდება. ანუ ჩვენ მე ბოლომდე ნაწილს მე რატო საუბრობდა ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს და მე დავეთანხმები სახელმწიფო უფრო აქტიურად და კმედიათ უნდა იყოს ჩართული უშუალოდ საწვავის ხარისხის კონტროლის აღსრულებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავრობის დადგენილებები, რომელიც მინდა გითხრათ არის საკმაოდ მკაცრი და პრინციპში ეს თავრობის დადგენილებები ხარისხთან საწვავის ხარისხთან დაკავშირებით თუ შესულდა ზედმიწევნით, ის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება როგორც გარემოს დაცვის ყოფით, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ანუ ცალსახად სახელმწიფო უფრო კმედი ნაბიჯები უნდა გაატაროს ამ მხრივ და რაც შეეხება თვითონ უშუალო სტანდარტებთან დაკავშირებით, თქვა დღეს დიზელის სტანდარტი ეს სადღაც Euro უკვე მომავალზე Euro 4, ეს ჩავთავოთ, ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ფაქტიურად იქნება დაახლოებული Euro სტანდარტებთან. რა სხვაობა არის Euro 3 და Euro 4 შორის შეიძლება? Euro 3 დღეს მოქმედი თავრობის დადგენილებით, თქვა დიზელის საწვავის შემცველობაში თქვა ერთი კომპონენტი გოგირდი, ეს არის დასაშვების ზღვარი 100 მილიგრამი კილოგრამში. Euro 4 შემთხვევაში ეს არის უკვე 50 ერთეულზე ჩამოსული. თუმცა მე და ხაზგასმით აღნიშნო, რომ არსებობს საქართველოს თავრობის დადგენილება არის ცალკე დოკუმენტი, რომელიც სავალდებულო შესაძლებელია, თუმცა რეალურად დღეს ქვეყანაში იყიდება Euro 5 ტიპის საწვავის, დიზელის საწვავი და თუ ჩვენ აზერბაიჯანულ საწვავზე ვიტყვით, ან თურქმენულ საწვავზე, ეს არის Euro 4 ტიპის შესაბამისი სტანდარტი. ანუ მომხმარებელს დღეს აქ არჩევანი იმის, რომ მან შეიძინოს Euro 5 ტიპის დიზელის საწვავი, ეს თანამედროვე ახალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლის ფასის შესაბამისად უფრო მაღალია, თუმცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის ტექნიკა, მათ შორის სპეცტექნიკა, სატრანზიტო გადამზიდველები, მათთვის Euro 4 სტანდარტის დიზელის საწვავი აბსოლუტურად მიზაღებია და კერძო მომხმარებლები, ანუ ფიზიკური პირები ესენი არიან, რა თქმა უნდა, ესენი არიან სამშენებლო კომპანიები, ინფრასტრუქტურაში დასაქმებული პირები და ჩვენ თვითონ სტრუქტურაში თქვენი სტატისტიკას აღმოვაჩინეთ ავტომობილების სადღაც მთლიანობაში 30% ეს არის სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც დიზელის საწვავზე მოქმედებს. მაგრამ თუ ჩვენ მოხმარებას განვიხილავთ ბენზინის და დიზელის, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები გაცილებით მეტია, თითქმის 70%, მათი მოხმარება თითქმის ნახევარ, თითქმის ტოლია და ხშირ შემთხვევაში დიზელისაც უსწრებს. ანუ ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ დიზელის საწვავის მომხმარებლები გაცილებით უფრო მეც მოიხმარენ.
ხო, ერთ წინადადების დამატება მინდა, პირველ რიგში ალბათ ჩვენ უნდა მივიღოთ ყველამ გადაწყვეტილება, რომ იმპორტი განახორციელოთ ნორმალური სატრანსპორტო საშუალებებს, იმიტომ რომ ჩვენმა მეზობლებმა ეს შეძლეს, მაგალითად დაწესდეს იმპორტზე Euro 4 სტანდარტი სატრანსპორტო საშუალებებზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია მარტო საწვავი ვითარდებოდეს და ავტოპარკი არა და რჩებოდეს ძალიან ძველ დროში და შევიმუშაოთ ისეთი სტრატეგია, რომელიც ავტოპარკს გააახლებს, ეს შეიძლება იყოს გამბჟების სისტემა და ამ შემდეგ, იმიტომ რომ გამონაბოლქვი წამოლავს მართლა ყველას და ერთ მხარეს არის რკინა და მეორე მხარეს არის ჩვენი ჯანმრთელობა. ამიტომ სახელმწიფომ ჯანმრთელობაზე უნდა დააკეთოს აქცენტი. დიდი მადლობა რომ იყავით ეს ჩვენ გადაცემის სტუმრები და აგემშტობებით და